მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით მე რამოდენიმე დღის წინ ჩავწერე ვიდეო 2014 წელს იდუმალს ვითარებაში გაუჩინარებულ გურამ დადიანეძეზე, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა თქვენთან და გადავწყვიტე სწორედ აქედან გამომდინარე რომ მეორე ნაწილი ჩამეწერა და მნიშვნელოვან სიახლეებზე მესაუბრა, რომელიც უკვე გუშინ გამოიკვეთა, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაიწყო უკვე ადგილზე ქვემომლეთაში სხვადასხვა ძიმე ტექნიკით, აპარატურით, სპეციალური აღჭურვილობით საგამოძიებო პროცესები, რაზედაც რა თქმა უნდა ბუნებრივი ამას არ დავაიგნორებდი. მოკლედ რაღაც სიახლეები გამოიკვეთა ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო მომენტები რახან მთელი ქვეყანა ამ თემაზე საუბრობს და ბუნებრივია მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ რაღაცა გამოიკვეთოს აქ სიმართლის მარცვალიც კი და ამ გამოძიებამ რაღაც შედეგი მაინც უნდა გამოიღოს. გადავწერო მეორე ნაწილი ჩავწერო, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და აქვე გეტყვით იმას რომ მე ვარ იუთუბერი, ვინც არიცით, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები TikTok-ზე იდება, სხვებიდებენ. მე ვარ იუთუბერი, აგერ აი დაბლა მაქვს გამოტანილი ჩემი არხის მთავარი ინიციალები 157,000-ზე მეტი გამომწერი მყავს. მე ვარ სრულიად იუთუბერი, ანუ მე არ ვარ TikTok-ერი, მე პირადად არ ვდებ სხვა პლატფორმაზე არაფერს, სხვებიდებენ ჩემს ვიდეოებს, რომ იცოდეთ მე ვარ უცხო, რომელიც ქმნის ამ კონტენტს YouTube-ზე, რომელიც მე მიაქვთ TikTok-ზე, Facebook-ზე და ასე შემდგომ. ეს ვინც არის ის დღეიდან რომ იცოდეს, მე ვარ სრულიად იუთუბერი და სხვა ვიდეოები, რომელიც ჩემი აქედან იჭრიან და დებენ TikTok-ზე, Facebook-ზე, დებენ სხვა ადამიანები. ნუ პრობლემა არ მაქვს მაგათთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეხმარებიან პოპულარიზაციაში, უბრალოდ YouTube-ზე ვერ დადებენ, იმიტომ რომ YouTube-ზე რო დადო, რა თქმა უნდა, სტრაიკი მივუვათ, რადგან მე ვარ YouTube-ის პარტნიორი. მოდი გადავიდეთ და შევაფასოთ დღევანდელი სიახლეები მეგობრებო. ეს არის პირველი, მოდი ნახოთ. ეს არის შესესეს, როგორც გითხარით, გუშინ დილით დაიწყეს საგამოძიებო პროცესები მეგობრებო ქვემომლეთაში, სადაც როგორც ხედავთ აი მთელი ბრიგადები არიან ასურები, სპეციალური საექსპერტო კრიმინალისტური ისინი რა ქვია სამსახური და ეს ლენტები ადგილს. ნუ ეხა ბევრი გამოვიდა, ეხა სხვათა შორის ეხა კომენტარი ამაზე უნდა გავაკეთო უეჭველი, იმიტომ რომ TikTok-ერები ეხა რომელიც რავი ეხა უცებ რა ანგელოზებად რომ მოინათლენ უდიდესი ნაწილი, ეხა რამოდენიმე დღის წინ დებდნენ ესეთ ინფორმაციას და იმას რომ შესესე რატო არ არის ჩართული. და გუშინ ჩაერთო შესესე ამ იმას რა ქვია საგამოძიებო პროცესში და ეხა გამოვიდნენ და ძალიან დაგვიანებული ხო არ არისო და შედალოს სილო ადამიანო, შენ რო 12 წლის მერე TikTok-ერი იქ რომ მიდიხარ, შენთვის არ არის დაგვიანებული ეგ ყველაფერი? რა არ მომწონს, უმადურობა არ მომწონს ყველაზე მეტად რა. ადამიანები რაც შეუულია ჯერ ეგეთი საქმე რა თქმა უნდა 12 წელი როდის 2014 წელი როდის იყო ხო და მე როგორც მოვისმენე იქ ანუ ვინებიც გამოიკითხნენ ამ წოთა სატელეფონო საუბრით ხო ის არ ვიცი დეტექტივები თუ ჟურნალისტები კითხავდნენ, ჟურნალისტები უფრო კითხავდნენ და როგორც ვიცი გურამ დადიანიძე როდესაც დაიკარგა, ეს ახლა გავიგე, მომდენო 3 კვირის განმავლობაში ჩვენი ხელებით ვეძებდითო იქო გურამსო. და არ შეტყობინება არ წასულა მაგალითად საგამოძიებო ჯგუფების მიმართ და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურების როგორც მე ვიცი. და ეხა ის ადამიანები, ის TikTok-ერები რომ იმას მელაპარაკებიან, რა ქვია, თვითონ რო ეძებენ, თვითონ დაგვიანებული არ არის, მაგრამ თუ ის შესესეს უფრო უკეთესი ტექნიკა არა აქვს, აღჭურვილობა და ყოველ შემთხვევაში უმადურობას ვერ ვიტან ყველაზე მეტად რა ამ საქმეში. როგორც ხედავთ, აი დაავლეს წრეები, ხა რა თქმა უნდა, ხა დაგვიანებაზე, როდესაც არის აქ ხალხო საუბარი, ერთი რამე არ მინდა დაგვავიწყდეს რა, დედამისი არის ქალბატონი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეხა მისთვის თითოეული ინფორმაციას, იოტისოდენა ინფორმაციასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ამ საქმეში რაღაც საიმედო გამოიკვეთოს. ეხა უყურე რა გიხსნით კონკრეტულად შესესე რაზე მუშაობს, ეხა რომ ვინც არიცით და ვინც შეიძლება ეხა დაბნეულები ხართ ამ ყველაფერში, ეხა აგიხსნით ამ ყველაფერს. ეხა უყურე ტექნიკა რომელიც ძალოვან სტრუქტურებს გააჩნიათ, აქ არის ძირითადად იმაზე რომ აი მაგალითად ეხა თქვენ რასაც ხედავთ ხო ამ დანადგარებს, არის რომ თუ ბავშვი არის გარდაცვლილი ან სიტყვაზე რაღაცა არის, რომ ამ აღჭურვილობით ან ტექნიკით მოხდეს იდენტიფიცირება ან საერთოდ გავიდნენ ამ კვალზე.
იმიტომ რომ თუ გურამის მაგალითად ჯვარი წერია მას ღმერთმაქნას სიცოცხალი იყოს, ხო? მაგრამ თუ ის არის გარდაცვლილი და იპოვეს სიტყვაზე რაღაც ნარჩენი, ხო? ამ შემთხვევაში საქმე იხსნება უკვე, რომ რაღაცა მოხდა, მაგრამ თუ ვერ იპოვეს ამ აღჭურვილობით, ანუ არანაირი ნეშოპალა, არაფერი საერთოდ მაგდაგვარი, მაგ ტერიტორიაზე, ხო? სალოცავიდან ქვემო მლეთამდე არაფერი მსგავსი არ გამოიკვეთა. ამ შემთხვევაში რჩება ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია, რომ შეიძლება ეგ ბავშვი ცოცხალიო. ხვდებით? ამიტომ ეხა TikToker-ების საგამოძიებო პროცესებზე მეტად შესესე უნდა იყოს მან ჩართული, იმიტომ რომ ეხა მეც რო ვიდე, აი რა არის ეხა თემა, იცი, დამიწერე სამოდენიმე წინ ვიდეო, რომ ეხა YouTuber-ებიც უნდა გამოხვიდეთ და ეხა უყურეთ აბსურდულობას გეუბნებით მაგ საკითხს ეხა უყურე. ეხა მე რო დრონით იყავ რამოდენიმე აი, მაგრამ ვაფასებ მაგ ადამიანის მონდომებას, კაცო ეხა არ დაუკარგავ და არ ვიტყვი რომ სიტყვაზე რას საკეთები. რატომ გონი იაფასიანი პოპულიზმი? ბიჭო, 12 წელია გასული შემთხვევიდან. 12 წელი ხალხო. იცით 12 წელიწადში რამდენი ხდება? რამდენი წვიმა, რამდენი მეწყერია, რამდენი სეზონური ცვლილებებია, ხო? იქ მაგალითად ჯვარი წერია მას, მიცვალებულის მაგალითად როგორ ხდება, ხო ეს? სხვადასხვა კონდიციაში გადასვლა. აქ სერიოზული პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართულები, როგორიც არის ზალოვანი სტრუქტურები და არა, რა ქვია, იმაზე რა ენთუზიაზმით სავსე TikToker-ები, ხო? და ეხა იგენი რო ამბობენ რა შესესემ დააგვიანა, ბოდიში თქვენი დაგვიანებული არ არის? აქ ბრალეულობას მე არ ვამბობ რომელიმე მხარეა. აქ ბრალეულობას მე ვაბრალებ 2014 წლის შემდგომ გამოჩენილ იმ რაღაც არ ვიცი ეგეც რავი ან მოხდა ან არა სამი კვირა ჩვენ ვეძებდითო და ბიჭო სამი კვირა შენ რატო ეძებ? ამისთვის სპეციალურ უწყებებს უნდა მიმართო. შენ რა უნდა მეცხვარე ხარ, რავი, კრიმინალისტი ხარ, შერლოკ ჰოლმსი ხარ და ვიხარო, მიდიხარ და შენ თავზე იღებ. თან მანდაც იმდენი ურთიერთგამომრიცხავი რამე მოისმინე, მე ხალხო, აი, კიდევ გითხრა, მე ხელს ახლა არავის არ ვატებ, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ჩემი ეჭვები არის აქ ძალიან საფუძვლიანი, რომ რაღაცა იციან მაგათმა, ვინებიც მათ იყვნენ არ ამბობენ რა. რავი, რა გითხრათ მეტი. ახლა ეს ვნახოთ, ისეს 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა. უწყება წერს, რომ გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებული ადამიანების გამოკითხვა. ბოლო 1 თვის განმავლობაში გამოძიების კითხვებს არა, იგი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვა მიმდინარეობს, ხა იმათი, ვინებიც ფიგურირებენ მაგ საქმეში, ვინებიც იყვნენ მოწმეები და ვინებიც იყვნენ მისი თანამგზავრები. ჩემი აზრით, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ახლა გურამის კვლევა ძიებაში არის მნიშვნელოვანი, არის გამოიკითხოს საფუძვლიანად თითოეული მათგანი, ვინებიც იმყოფებოდნენ ქვემო მლეთაში და სალოსავში და მეორე ამ ტექნიკით ეხა ამ წუთასაც მიმდინარეობს, ეს გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, მინდა გითხრათ, რომ მაგახჭირო რამე კვალზე მაინც გავიდეთ ხალხო, რამე კვალზე რომ თუ ბავშვი სიტყვაზე არ არის, იქ სიტყვაზე რამე ან მეწყერში ან მისი რაღაცა ის არ არის, ხო, ჯვარი წერია, რომ იმის იმედი მაინც მოგვეცეს, რომ ის სოცხალია და იქნება სხვაგან არის, ხო? ეხლა გავრცელდა ბევრი სპეკულაცია, ბევრი ვიდეო, ალბათ ნახავდით მონასტერში მყოფი ბიჭი, რომელიც გურამ ძალიან გავდა, კადრები ყველას გექნებათ, ნანახი სპეციალურად დაკარჩავდა, იმიტომ რომ ყველას გექნებათ, ეხლა ეგ კადრები ნანახი, ახალგაზრდა ბიჭი, შავი მაისურით, რომელსაც წვერი აქვს მოშებული და სახის ნაკვთები წააგავს გურამს. ნუ ეხლა კომენტარებში წერდნენ ეხლა, რომ დედამისიც იყო მაგ მონასტერში ასული და ნახაო და ის არ აღმოჩნდაო რეალურად არ არისო, ნუ ავრცელებთო მაგ ინფორმაციასო შესაბამისად არც მე არ გადმოვიტანე ეხლა ვიდეოში არჩავს, იმიტომ რომ ეხლა ვაფშე სხვა ბავშვია, შეიძლება სხვა ადამიანია, ხო? და ხო, მან მაგაზე იყო ძალიან საინტერესო საუბრები, რომ იქნება ეგ იყოს და იქნება სიტყვაზე, მაგრამ როგორც ეგეც გაიხსნა, ეგ ადამიანი გურამი არ არის. და მაგიტომ ვაქედან გამომდინარე, მაგასაც შეეშვან ის ადამიანები, რომ ვინებიც ამბობდნენ, რომ ეგ ადამიანი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ბიჭია საუბარი. 20 ადამიანმა უპასუხა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. აი ზუსტად იგივე სომ. მესმის რომ უნდა თქვა მოსაზრება, მე მოსაზრებებს ვაშხერებ. მოსაზრება არ ხარ თავისუფალი, რაც კიდე მოსაზრებაში ჩამოვა, მაგრამ ის და მტკიცება, რომ აი გარდაცვლილია, აი აქ ვნახე, აი იქ არის ეს ბიჭია, ხო? ეს ხალხო არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს პირიქით საგამოძიებო პროცესს უშლის ხელს ეგერთი და მეორე დეზინფორმაცია ვრცელდება რა. ამიტომ მე მესმის რომ ყველა არის ენთუზიაზმით ჩართული, მესმის რომ ყველას გულთან მიგვაქვს ეს ამბავი, მაგრამ რაციონალურად არ უნდა დავკარგოთ ესეთ სიტუაციაში.
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ადვეთა. ეს ის ვიდეოა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეო მასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 4 საათზე. საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა, ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ეს კლასელები მეგონა იდეაში და ხო, სხვანაირად იყო აქ საქმე, ნუ ესეც ბუნდოვანი იყო ჩემთვის. ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. აღნიშნული პირები სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად. ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო როგორც ნათესავი, ასევე მისი 2 მეზობელი მამაშვილი. ასევე დადგინდა, რომ გურამ ავი მანდაც ურთიერთ გამორიცხავია როგორც მე ვიცი, იმიტომ რომ ზოგი ამას ჩამოჯდა, ზოგი არაო. ან ზოგადად საერთოდ ვერ დავინახავ, მაგრამ მე მიკვირს როგორც დედამისი ამას სიბნელის ეშინო და ბავს ხამე ქვაზე სადურა დაჯდე და წადიდა და გეწევი, აი როგორი თემა არის, იცი? მე რომელიც პირადად ეხა სიბნელე არის ესეთი რამე, აი რავი, აი სურო ღამე სასაფლაოზე გამიყვანა და დამტოვო, ანუ აი როგორც კატასახში ბრუნება, ისე დავბრუნები, ანუ სიბნელის მართლა არ მეშინიო. მე რო ეგეგრეა, მე არ გავჩერდებოდი სიტყვას და მე არ გავჩერდები, ემდენად აბსურდული ეხა უყურეთ თემა როგორი არის. ბილიკი არის, ანუ თვარის წინა შუქზე ვერ გააგნებ მაგზას. რამდენი უნდა დაგეხმაროს შენ ეგეთ ადგილას, ხო? იმის და მიხედავთ რომ მოწმენდილია ხო კომომლეთა და მოწმენდილიც საუნა იყოს. ვის ეტყვი შენ ეხა ღამე რამდენად სასიანო, მოდი ეხა მე დავისვენებ და მარტო განაგზეთ. თუ მაგალითად მე ინიციატივას ამოვაყენებ რომ უნდა დავისვენო, მოდი დავისვენოთ ერთად და ერთად წავიდეთ მე. მაგას დღე არ ვისავთ ადამიანები, ღამე ვინმე გააკეთებდა, ეს ჩემთვის გაუგებარია, პირადად ჩემთვის გაუგებარია. დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი. შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა. იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა. არ ვიცი, მაშინ სხვა რატო ამბობს, რომ ქვაზე არ დამჯდარავ? ანუ არ ეს არის ჩვენება ხალხურ, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ვერსიას კი არ ამბობს, კაცო, შინაგან საქმეთა სამინისტრო აჟღერებს იქ მყოფი ადამიანების ჩვენებას. ჩვენება რა არის? ხო, ეხლა შეიძლება ვიყოთ ჯვარი თქვენ წერათ 4 მეგობარი წავიდეთ, ერთი დაიგარგოს და 3 ადამიანი, ანუ 3 მეგობარი რას ამბობს, ამ ამბობს. მე უყვები მაგალითად ჩავს, იწყება თეთრი, მესამე ვარდისფერს, ხო? ანუ აქ ჩვენებიდან გამომდინარე მედეს ეხლა შესესერაზე საუბრობს, რომ მე ეხა შესესეს წინააღმდეგ არ წავიდეს, ეხა ეს ისენი რომ ეხა ესენი არასწორს ავცელ, ესენი არასწორს კი არა, ესენი ავცელებენ და ამბობენ ჩვენებიდან გამომდინარე რა არის, რომ ეს ზუსტად ვიცოდეთ ზოგადად. აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ დედამისმა თქვა ესეთი რამე, რომ ტელეფონი არ ქონდა უწახებული, როგორც მე ვიცი, ტელეფონი არ ქონდა უწახებული, მაგრამ ამ დროს აი ეს სურათი გადაღებული არის მიკროავტობუსში, სადაც ის როგორც თქვენ ხედავთ, დედამისის ინტერვიუ მოვისმინა, მან თქვა, რომ სურათის გადაღება გურამიკოს არ უყვარდაო. და მობილური უჭირავს ამწოთას ხელში, ხედავთ ხო? მაგიმით მობილურში იყურება. მაგრამ მობილური სახში დარჩა ამავდროულად, რომ ვისი მობილური უჭირავს. ძალიან მეორე სურათი როა გადაღებული, იქაც მობილური უჭირავს ვიღაცის. ვისი აქ მობილური? დღემდე როგორც დედამისმა თქვა, არავინ არ იცის ეგ მობილური, ვისი არ ეგ მობილური საერთოდ არ ფიგურირებს არც ერთ საქმეში. არც გამოძიება ჩატარებულა მაგ მხრივ. ვისი იყო და რა იქნება, რამე გადაიღო ან რამე მნიშვნელოვანი დაინახა ისეთი, აი ძალიან საინტერესოა ეგ საკითხი რა. ანუ სურათები აბსოლუტურად სხვა რამეს გვეუბნება და მოყოლილი აბსოლუტურად სხვა რამეს, ხალხო. და თვალები არ გვატყუებენ, როგორც ხედავთ. რა ვიცი.
შეძლეს მასთან დაკავშირება. ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა. ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე, მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი. საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა. ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა. ასევე ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. ხო, ეგერთი და მე ხა დღეს წავიკითხე ესეთ რომ ქვემომლეთაში ბევრი ადამიანი იკარგება 2000-იანებიდანო, არ ვიცი ხალხო. ეგეც ყურასაღები, არ ვიცი, ეგეც შეიძლება სიმართლე იყოს. რამდენადაც მე ვიცი, არის 7 შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია, რამდენიც დაკარგული ამ ადგილას. რატო, რანაირად, როგორ არის თუ არა მაგალითად იმის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გატაცებულები იყვნენ, არ ვიცი, არის შესაძლებელია. მე მინდა ძალიან საინტერესო თეორიაზე ვიმჯელო და არ მინდა ეს დავარეგისტროთ გურამთან, ხალხო. არ მინდა ეს დავარეგისტროთ გურამ. მე მინდა ზოგადად მოგიყვეთ და გიამბობთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც საქართველოში არ ხდება. ჯვარი წერია საქართველოს ეგ ხდებოდეს, მაგრამ ეს მინდა იცოდეთ ზოგადად. ზოგადად ადამიანის გაუჩინარება დაკავშირებულია კიდევ სხვა რაღაცებს, აზედა ჩვენ არ გვისაუბრია. ორი რამ მნიშვნელოვანი. ტრეფიკინგი პირველი და მეორე ეს არის ორგანოებით ვაჭრობა. ეს ხდება ძირითადად სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში და აფრიკაში. სადაც მაგალითად ბრაზილიაში ფილმებიცაა მაგაზე გადაღებული, სხვათა შორის გექნებათ ნახე, ადამიანებს იტაცებენ ოღონდ ეხა უყურეთ გატაცებაცა და გატაცებაც. ეხა რაზე ვამახვილებ ყურადღებას. და ანუ ზოგადად მინდა სურათი დავხატო, ანუ სურათი ინსცენირება მოვახდინო, რომ როდესაც ადამიანის კვალი მაღალ პროფესიონალურად უჩინარდება, აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ესეთი შესაძლებლობა სიტყვაზე, რომ შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი იყოს რაღაც სქემის ნაწილი. და ეხლა რატომ? მაგალითად ბრაზილიაში როდესაც იკარგებოდნენ ტურისტები, იყო შესრულებული იმდენად მაღალ პროფესიონალურად, რომ კვალს ვერც ამერიკის მოქალაქეები დაიკარგნენ. მახსოვს 2018-17 წლები იყო. მე ამაზე ფილმია მაქამდე გადაღებული, როგორ იტაცებენ და როგორ ჭრიან ორგანოებს და როგორ ყიდიან, მაგრამ ყველაფერი ძალიან ძვირად ჩაობას არსე. და მან ეხა უყურეთ, იმდენად მაღალ პროფესიონალად არის შესრულებული მარშრუტი ზუსტად იცოდა, კამერა სად არ იყო ეგ იცოდა, კვალი როგორ გაექრო ზუსტად ეგ იცოდა. ანუ სიტყვის ისე ჩაიარა ადამიანმა იმ ადგილას, ხო, რომ მისი დუხის სუნამოსურნელის კი არ დაუტოვებია, როგორც გამოთქმა რო არის რა ესეთი. ეხლა ჯვარი წერია ხალხო, მე ეხლა იმიტომ კი არ ვსაუბრობ ამას, რომ ვადრი ამ кейს, მაგრამ მე ყველაფერზე მეეჭვიანი ადამიანი ვარ ზოგადად, მე ყველანაირ кейს განვიხილავ. არსებობს ბოროტი ადამიანების სამყაროში, არსებობს ქსელები საერთაშორისო ტრეფიკინგის ორგანოებით ვაჭრობთ. არავინ ეგ არ იცის ახლა. მან დაზღვეული, რომ ვინმე გითხრა, რომ ქვეყანაა დაზღვეული მაგაში, ან ამია, ეს არავინ არ იცის ზოგადად. ეგ არის აფრიკულ ქვეყნებში გამოვლენილი, აქ არის გამოვლენილი, უკრაინაში რამდენია გამოვლენილი, მაგაზე ვერ აგიხწერთ. ხალხო, უკრაინაში რეები ხდება, იცით, რომ დაჭრის პირას ყოფ ადამიანს ზოგი მე მსმენია თვითონ ნაომარი ხალხი ვინებიც არიან მაქედან, რომ კარჩე უწერენ რო არის მკვდარი, ხარ ახედ რა ადამიანი უნდა იყო, უწერენ საბუთში რო ის არის მკვდარი, სინამდვილეში დაჭრილი მიყავთ ორგანოებსაც ძლიან და კლავენ მაგ ადამიანს. არაერთი შემთხვევა ამაზე ამერიკელი ჟურნალისტის დატარებდა გამოძიებას უკრაინაში. ძალიან ბევრი შეგეთ შემთხვევა ხდება ომებში განსაკუთრებით. ეგ მინდა იცოდეთ ზოგადად. რო ადამიანი რო იჭრება, Squid Game ხო გაქვთ რა ნახე, კალმარის თამაშები, Netflix-ის ხო გაქვთ რა ნახე, რომ დაჭრილი ადამიანები ზოგი ნახეთ კი არ კლავდნენ და წოვდნენ, მიიყავდათ სპეციალური იმაში ორგანოებსაც ჭრიან და მე რეკლავდნენ. ხალხო, მე ყველანაირ кейს განვიხილავ. რა მაგიტომ გეუბნებით ზოგადად. ნახეთ, ყველა ყურადღებით უნდა იყოს ამ საქმეში. სახელმწიფო, შესესე, ყველა ყურადღებით, ადამიანი, ოჯახი, ფრთხილად იყავით ნებისმიერ ადგილზე. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ფრთხილად უნდა იყოთ ნებისმიერ ადგილზე. ეს არის საერთაშორისო დონის სქემატური დანაშაულებათა ქსელი. ეხლა ამაზე დაწყებული ბრძოლები ეხლა მაგალითად არის FBI-მ გამოუცხადა, CIA-ზე და ძალიან ბევრი ეგეთი საქმე არის. ხშირ შემთხვევაში ეხლა თქვენ თუ გონიათ ეხლა ზოგიერთი ბოროტი ქვეყნის სახელმწიფოები არ არიან ჩართულები მაგაზეც დამიჯერეთ რომ ეგრე იქნება, ისიც მე მჯერა.
ხალხო, ნახეთ, ადამიანები ესე არ ქრებიან ზოგადად. ორი მომენტი არსებობს. კიდევ ერთხელ მოდი მაგაზე ვიმშველოთ. აი, მესამეც დავამატოთ, რომ ხან გული არ დაწყდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მასე ფიქრობენ. პირველი ეს არის, როდესაც ადამიანი არის, ესე ვთქვათ, გარდაცვლილი, მსგავსი სცენარი, აი გურამის სცენარი რო წარმოვიდგინოთ, ხა? სცენარი, რომ თვითონ გურამზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ზოგადად, აი кейსი რო ავიღოთ. გარდაცვლილი არის მეწყერის ჩამოწორის შედეგად, რამე და ეს ნეშონპალა რამე გადაიქცა, აი ძალიან დაილექა და საქმე გაჩერდა, იმიტომ რომ არ იყო გულგრილი დამოკიდებულება იყო, შეიძლება ეგეც მოხდა, შეიძლება ეგ არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი რომ ეს არის რომ შესაძლებელია რაღაც მოხდა ისეთი რასაც მალავენ ის ადამიანები რომლებიც მანდ არიან, არ ვიცი, არ ჩავყვები ამ საკითხს. არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ ქრება, კიდევ ერთხელ მეორებ, რომ რაღაცა მოხდეს. შეიძლება რაღაც მოხდა და რაღაცა ეს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მიანიშნებენ რაღაც დაძაბულობაზე, რომელიც ამ საქმეში მე პირადად ვგრძნობ. და მე არსებობს მესამე ვარიანტი, რაზედაც მე წეხან ვისაუბრო, რომ შესაძლებელი არის მინიმალური შანსი ამის, მაგრამ შესაძლებელი არის მსგავსი кейსები ყოველთვის ხდება გატაცებები. ეს მოსაზრება არის უბრალოდ. რადგანაც ახლა ჩემი ახმის ორგანოები მეუნებიან და ჩემი გონება ეს რამეს, ადამიანი არ ქრება უბრალოდ. ანუ ადამიანი შეიძლება არ შეიძლება მე შევიდე მეორე ჩემს ხა ოთახში და მე გავქრე უბრალოდ ხალხო. ყველაფერს აქვს საკუთარი მიზეზშედეგობრივი კორელაციული კავშირი, ხო? რაღაც პროცესები ხდება, პოსტპროცესები და პრეპროცესები, რომელიც ესე ვთქვათ, რომლიდანაც გამომდინარეობს უკვე შედეგები შემდგომ. ეხლა გურამის საქმე არის იმდენად ბურუსით მოცული, მაგრამ ჩემთვის პირადად უფრო მეტად ბურუსით მოცული არის ის ხალხი, ვინც მანდ იყო, რომ აქ მე მეორეზე მივდივარ, უფრო მესამეს და პირველს გამორიცხავ, მეორეზე მივდივარ, რომ რაღაცა მოხდა და დღემდე ვერ ამბობენ ეგ ადამიანები. ეს ჩემი მოსაზრება არის უბრალოდ. ეს არ არის მე ხელს არავის არ ვატებ, უნებრივია, მე ხელს არავისკენ არ ვიშვერ. ეს არის ჩემი წმინდა წელს აი გონებრივი რაციონალური შედეგის დაკვირვების შედეგად და ეთელი ამ ინტუიციის შედეგად მოსული ინფორმაცია, რომ ამდენი ურთიერთგამომრიცხავი რამ მე რაც მოვისმინე თვითმხილველებისგან, მე რაც მოვისმინე მაგალითად მგზავრებისგან, რომ შესაძლებელი არის საქმე არის გადაკეთებული. მე არ ვამბობ რომ ვინმე მოკლა. მე ვამბობ რომ შეიძლება რაღაცა ნახეს ისეთი რაც არ უნდა ინახათ და შემდგომ რავი, შეიძლება აღთქმას დატეს. წარმოდგენა არ მაქვს. იმიტომ რომ ერთ-ერთ იმას რო ვისაუბრე, რეკავდა ჟურნალისტი ელაპარაკებოდა, თქვენც მოისმენთ მაგას და როდის ჩავწერო შენთანო ისა რა ინტერვიუ. აი ხავ ჩვენო შევხვდებით ერთმანეთს დავილაპარაკებთო და მერე. ანუ რაც ეს ქვია დაილაპარაკებ და მერე. ან ჯერ უნდა შეათანხმოთ რა უნდა ილაპარაკოთ ხალხის წინაშე თუ რა მაფია რა ხდება საერთოდ. არ ვიცი, ჩემო ძმაო და ჩემო დაო და ჩემო მეგობრებო, არ ვიცი, მაგრამ მე აშკარად მერის სურნელიც მსემს ამ საქმეში ეს არის შეთქმულება რა. მე ესე ვიტყვი რა, რაღაცა არის ამ ბავშვის შესახებ, რაც შეიძლება ნახა, არ უნდა ენახა. ან ის მობილურზე რატო არის დღემდე რატო არ არის ეგ მობილური გამოძიებული, რომელიც ხელში უჭირავს, ასე ვქვა, ქვაზე ჩამოჯდა, ვის აბოლებთ რა, ქვაზე ჩამოჯდა. მე არ მეშინია სიბნელიზე, მე არ ჩამოუჯდები სადმე, მე იმას არავის ვიტყვი, შენ წადი და ღამე შუა მლეთაში ტყეში ეხა, მე არავის არ ვიტყვი, შენ გააგრძელე და ნუ აბსურდია ეხა რასაც ყვებიან რა. მე მაგის თეორიის საერთოდ არ მჯერა რომ ქვაზე ჩამოჯდა. და საერთოდ არ მჯერა რომ ღამე მოხდა. შეიძლება დღეც არის მომხდარი და ის ვიდეოს ავთენტურობის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ვიდეო შესაძემას დაადასტურა, რომ 2019 წლის მაგ დღეს არის შუადღის 3 საათზე გადაღებული. და იქ კარგად ისმის რაღაც ხმები. არ ვიცი ხალხო რა, მართლა ამ თემაზე იმიტომ ვფიქრობ ეს დღეები მეც ბევრს, რომ განვიცდი ზოგადად, იცით რა არის, მარტო გურამიზე არ არის საუბარი ნებისმიერ მსგავს ადამიანს ჩვენ რა გული გვაქვს ხო ყველა ადამიანს და ჩვენც განვიცდით ხო, რომ საქართველოს შენ ვინ მოგცა შვილი და საკარგა, რომ დაკარგო შვილი, რომ ეს არის ნებისმიერი ადამიანის დანაკარგი ამ ქვეყნისთვის არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტრაგედია ისე და ცოტანი ვარ. აქ კიდე უფრო გამემძაფრა ემოციები მისმა დედამ ხო, მისმა ემოციებმა და რა ვიცი ახლა ხო, ნახეთ ალბათ ეგ კადრები არ იყო საჭირო რომ ახლა მენახებინა თქვენ ის არ არის უბრალოდ რა ვიცი, ხლამაზი არ არის რომ ეგ ისე ოქრათ მაქალის იმით манипуляციები გავაკეთოთ. არ ვიცი უბრალოდ ახლა რა შანსი აქვს საერთოდ რომ აი ამ საგამოძიებო პროცესებმაც გამონახოს, მაგრამ ერთი მადლობა შესაძლოა იმაზე ძალიან დიდი რომ
აქ საუბარი არის გამორიცხვასთან დაკავშირებით. ნახეთ როგორი თემა არის. ანუ საქმის ძიება, როდესაც ხდება, არ არის აუცილებელი შენ ავთენტური სამხილები წამოვაყენო. აქ შენ შეიძლება წამოვაყენო, ან შენი ძიების შედეგად გამორიცხვის საშუალებით გამორიცხო რაღაც სხვა кейსები, ხვდებით? ეს ძალიან საინტერესოა. ესაა ძალიან საინტერესო. სწორედ ახლა აქენა გამომდინარე, რავი, დაველოდოთ პროცესებს, რა აღარ გაუსწრებ ახლა ბევრ რაღაცას, აღარ გაუსწრებ, მაგრამ მე ზოგადად თუ რამე სიახლე მნიშვნელოვანია გამოიკვეთა, ეს მეორე ნაწილი ალბათ საკმარისი ამ ეტაპზე, მაგრამ თუ გამოიკვეთა რამე, მე აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს და თქვენ ამ ინფორმაციას მოგაწვდით, მეგობრებო და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ მე ვარ იუთუბერი, მე ვარ ტიკტოკერი. ეს რო იცოდეთ, აგერ მითითებული არის, ზევით, ხედავთ ხო? ეს არის ჩემი არხის ინიციალები. და აქედან გამომდინარე, მე ვარ ორიგინალ კონტენტ კრეატორი. მე ვქმნი და შემდგომ TikTok-ზე და Facebook-ზე მიაქვთ და მეხმარებიან. მადლობა რომ მეხმარებიან. ხო, უბრალოდ მიუთითონ რომ მე ვარ კონტენტ კრეატორი, იუთუბერი და არა TikTok-ერი. ნიკა მქვია სხვათა შორის. უცხო იმით, რა ქვია, ფსევდონიმით. დროებით.